ირანი და შეერთებული შტატები დაუბრუნდნენ ურთიერთსროლებს მაშინვე, როგორც კი მიანიშნეს, რომ ახლოს იყვნენ ომის შეწყვეტის შეთანხმებასთან. ორივე მხარე საუბრობს ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც განსაზღვრავს ყველა გადაუჭველი საკითხის გადაწყვეტის გეგმას. მაგრამ რა საკითხები აქვთ მხარეებს ერთმანეთთან ბირთვული პროგრამის პრობლემის გარდა და რა საკითხებს ვერ აგვარებენ შეერთებული შტატები და ირანი. ამ გამოშვებაში გთავაზობთ დეტალურად და მშვიდად გამოვხილოთ, ვინ რა სითხოს და რატომ ვერ ახერხებენ მხარეების შეთანხმებას და ისევ ომთან ბრუნდებიან. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გამოვხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, პეჩი ნიუსი, ბმული აღწერაშია. და მეგობრებო, თუ გამოშვების ბოლოს ჩათვლით, რომ ეს ვიდეო საინტერესო და სასარგებლო იყო, მადლიერი ვიქნები თუ ამ YouTube არხის მუშაობას ხარს დაუჭერთ. ნებისმიერი შემოწირულობის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებული ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. მოკლედ, ბოლო დღეებში სანამ აშშ-ის დაიწყება ახალშეტევას ირანზე, 27 მაისს ორივე მხარე აწარმოებდა და კვლავაც აწარმოებს მოლაპარაკებებს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე. ეს არ არის შეთანხმება, ეს არც კი არის გარიგება. ეს მხოლოდ მემორანდუმია. ასეთი მიდგომის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მემორანდუმის ხელმოწერა დაასრულებს საბრძოლო მოქმედებებს. ასეთი შეთანხმება ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის მუშაობის ეტაპობრივ აღდგენას და სამსამოცდრიანი პროცესის დაწყებას სხვა საკითხების მოსაგვარებლად, რომელთაგან მთავარი ირანის ბირთვული პროგრამაა. თუმცა არა მხოლოდ ეს. მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, განაცხადა, რომ მაგიდაზე საკმაოდ მხარი შეთანხმებაა გახსნის საკითხთან დაკავშირებით. ჰორმუზის სრუტის და ირანის ჩართვა მართლაც მნიშვნელოვანი დროით შეზღუდულ ბირთვულ მოლაპარაკებებში. ჩართვას შეთანხმება მხარეებს 60 დღეს აძლევს საბოლოო შეთანხმებების მისაღწევად. მაგრამ რა მოხდება 60 დღეს შემდეგ, თუ შეთანხმება მაინც არ გაფორმდა? არავინ იცის და რატომღაც ყველა ამაზე დუმილს ამჯობინებს. პოტენციური შეთანხმება გარანტიას მისცემდა, რომ ირანი არასოდეს შეძლებს ბირთვული იარარისფლობას და დაავალდებულებდა მას. უარი ეთქვა მაღალგამდიდრებულ ურანზე. დაბრუნდებით შედეგებზე, ბირთვული შეთანხმების შედეგები და მისი გავლენა მოქალაქეზე გახდება მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის საგანი. ანუ არა ეხლა მემორანდუმის ეტაპზე, არამედ უდეცღაც მოგვიანებით. და აი ირანზე თავდასხმის დღეს, 27 მაისს, თეთრი სახლის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა, ციტატა: მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ თუ ირანი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ის ვერაფერს მიიღებს. არ იქნება ურანი, არ იქნება დოლარებიც. ფარდანგმა მიზანს მიაღწია, პროპორციულად სუსტება. ეს არის პრინციპი. ენდე, მაგრამ გადაამოწმე, გაძლიერებულ ვარიანტში. რასაც ფილში იგულისხმება, ეს არის მაღალდამდიდრებული ურანი. ანუ ამერიკელები ამობენ, თუ ამ ურანს არ გადმოგცემთ, ფულს ვერ მიიღებთ. ცოტა მოგვიანებით ვიანებით აგიხსნით, რომელ ფულზეა საუბარი. მაგრამ ირანელები არ ჩქარობენ გარიგებაზე საუბარს. ორშაბათს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, ციტატა: ჩვენ მივახციეთ ურთიერთგაგებას განხილული საკითხების მნიშვნელოვან ნაწილზე, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ნიშნავს შეთანხმების მალე ხელმოწერას, ვერავინ შეძლებს. მაგრამ რა არის პრობლემა? რა დგას სასწორზე და რატომ ვერ ახერხებენ შეთანხმებას? მოდით პუნქტებად განვიხილოთ. პირველი, ჰორმუზის სრუტე. შაბათს აღამოს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მემორანდუმის მიხედვით უნიშნულოვანესი საზღვაო გზა ჰორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნება. თუმცა მრავალი ირანული მედია, რომელთაგან ზოგი ახლოსაა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის რადიკალურ ფრთასთან, იუწყება, რომ სრუტე ირანის კონტროლის ქვეშ დარჩება. 30 დღის განმავლობაში ირანი ნავიგაციას დაუშვებს ომამდელ დონეზე დაბრუნებას, თუმცა გარკვეული ცვლილებებით. შემდეგ მოხვდება ბაღაის ციტატა. სრუტე ფაქტობრივად უკვე გახსნილია, მაგრამ უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ნებისმიერი ქმედება შეთანხმდეს შესაბამის ირანულ ხელისუფლებასთან. ირანი მოითხოვს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ერთდროულად გაუქმდეს ამერიკული ბლოკადა მისი პორტების მიმართ. მაგრამ დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არა. შემდეგ ციტატა: ბლოკადა ძალაში დარჩება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დადასტურებული და ხელმოწერილი. თუმცა როგორც ჩანს, საუბარია საბოლოო შეთანხმებაზე და არა მემორანდუმზე. და ირანელები ამობენ, არა, მოდით პირიქით გავაკეთოთ. მეორე, ურანის მარაგები ირანში და მისი გამდიდრება. ირანის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ურანთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული. ურანი არის ძირითადი ბირთვული საწვავი, რომელიც მაღალი გამდიდრების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას ბირთვული ბომბის შესაქმნელად. თეირანში ამტკიცებენ, რომ ირანს ამ შეთანხმების ფარგლებში არ აუღია არანაირი ვალდებულება ბირთვული მარაგების გადაცემასთან.
აღჭურულობის ცხოვრიდან გამოყვანასთან, ობიექტების დახურვასთან, ან თუნდაც ბირთვული ბომბის არ შექმნის დაპირებასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი ვალდებულება. დონალდ ტრამპი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ასე თუ ისე ირანს მოუწევს უარი თქვას მალალგამდიდრებულ ურანზე, რომელიც მის ხელთ აქვს. ვაშინგტონში ოფიციალური პირები იყენებენ ფრაზას: არ არის მტვერი, არ არის დოლარები. მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების აღწევისას, რომლებიც ტრამპის მოთხოვნით უნდა იყოს განადგურებული მანამ სანამ თეირანის ფინანსური მოთხოვნები დაკმაყოფილდება, კერძოდ აქტივების გამბლოკვა დასავლეთში. მოსალოდნელია, რომ ამ საწყის მემორანდუმში ურანის გამდიდრების საკითხი დეტალურად არ იქნება გაწერილი და ორი მხარის შორის უთანხმოების გადალახვის გზების მოძიება უკვე ყოვლისმომცველი შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქცევა. დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამას თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. მან ადრე განაცხადა, რომ მიაღწევდა იმას, რომ ირანი სრულად უარს იტყოდა ამ პროგრამაზე. თუმცა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ პრინციპში ურანის გამდიდრების 20 წლით შეჩერება მისაღები იქნებოდა. თითქოს კარგი, რა თქმა უნდა, სამუდამოდ დავპირდი, მაგრამ იყოს, სამუდამოდ არ გამოვა, მოდით, სულ მცირე, 20 წლით მაინც. მესამე, სწორედ ის გაკინული აქტივები. ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ირანი მოითხოვს 24 მილიარდი დოლარის აქტივების დაუყოვნებლივ გამბლოკვას. ამ თანხის ნახევარი თეირანის მოთხოვნით შეიძლება გათავისუფლდეს მემორანდუმის შესახებ გარიგების პირველი განცხადების შემდეგ. მეორე ნახევარი კი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარიგების ყველა პირობა შესრულდება. როგორც სააგენტო TASS-ი მიწერს, ციტატა: თუ ირანის დაბლოკილი აქტივების კონკრეტული ნაწილის გათავისუფლება ამ პირველივე ეტაპზე არ მოხდება, ასევე თუ არ იქნება გარანტირებული და უცვლელი გათავისუფლების მკაფიო მექანიზმი ყველა დაბლოკილი აქტივისთვის, შეთანხმება არ შედგება. ამავე დროს მაღალი თანამდებობის ამერიკელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ ირანის აქტივების გამბლოკვა მხოლოდ ხორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ მოხდება. აშშ-ში არანაირი გარანტია არ მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუბრუნდება ირანს ეს აქტივები, რომლებიც შეგახსენეთ ინარახება არა მხოლოდ ამერიკაში და უფრო მეტად არც კი ამერიკაში, არამედ სხვა უცხოურ ბანკებში. ეს იგივეა, როცა დონალდ ტრამპმა პუტინს დაპირდა, რომ დააბრუნებდა, ხელახლა დააკავშირებდა რუსეთს. და მე ვამბობდი, რომ ეს შეუძლებელია. ტრამპს ასეთი უფლებამოსილება არ აქვს, რადგან SWIFT-ის სისტემა ევროპაში, ევროკავშირშია დაფუძნებული და ეს მათი იურისდიქცია. და აქ ტრამპი ამბობს, რომ შეიძლება გამბლოკოთ ეს აქტივები, მაგრამ როგორ გამბლოკოთ? მაგალითად, ფულის ნაწილი გაპინულია, თქვათ, პირობითად გერმანიაში. და მერი ამბობს, ჩვენ არ დავაბრუნებთ ამ ფულს. და ტრამპი რას გააკეთებს? აი ეს არის რეალობა. მეოთხე, სანქციები. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბაგაინ განაცხადა, რომ ციტატა: ასეთ მოკლევადებში სანქციების მოხსნის საკითხი განხილული არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ირანის მოთხოვნა ყველა სანქციის მოხსნის შესახებ პირდაპირ არის მითითებული ტექსტში. დეტალები უნდა შეთანხმდეს მემორანდუმზე მუშაობის დასრულების შემდეგ. და აი ირანული საინფორმაციო სააგენტო ფარსის შეფასებით, ნავთობის გაკიდვაზე სანქციების მოხსნამ შეიძლება ირანის მთავრობას თითქმის 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანოს. ყურადღება მიაქციეთ 60 დღე განმავლობაში, სანამ მოლაპარაკებები გაგრძელდება. საბოლოოდ რას ხედავთ? ხედავთ, რომ ირანი მზად არის ხელი მოაწეროს ომის დასრულების ის მემორანდუმს, რაიმე ვალდებულებების გარეშე. მოითხოვს, რომ ამერიკელებმა გამბლოკონ ნაწილი აქტივებისა, მოხსნან სანქციები და გამოდის, რომ ამ 60 დღე განმავლობაში, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ შეთანხმება არ არსებობს. მათ შეუძლიათ მიიღონ მინიმუმ 22 მილიარდი დოლარი. მიუხედავად ამ მოლაპარაკებების საბოლოო შედეგისა და საბოლოო დასასრულისა, 5. ირანის ბალისტიკური რაკეტები კონფლიქტის დროს ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ირანის გრძელდისტანციური ბალისტიკური რაკეტები უნდა განადგურდეს. ტრამპმა თქვა, რომ ირანის ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტების განვითარების პროგრამა სწრაფად და ინტენსიურად ვითარდება. თუმცა ბოლო დროს, როგორც ჩვენ შენიშნე, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ საუბრობენ იმაზე, რომ რაკეტების არსენალის საკითხი უფრო ფართო მოლაპარაკებების ნაწილი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები ამას გადაუდევლ საფრთხედ მიიჩნევენ და როგორც ჩანს, ირანი მაინც შეინარჩუნებს რაკეტებს. ლიბანი და ჰიზბოლა აქ საერთოდ გაურკვეველია. როგორ ან იქნება თუ არა რომელიმე მემორანდუმში ნახსენები ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰიზბოლას შორის ლიბანში მიმდინარე კონფლიქტი. კვირას სააგენტო TASS-მა TASS-თან ერთად გავრცელა ინფორმაცია, რომ მემორანდუმის ტექსტში საუბარია ომის შეწყვეტის გამოცხადებაზე ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც. თუმცა, სამშაბათს მას შემდეგ, რაც აშშ-მ განაახლა იერიშები ირანზე, ისრაელის არმიამაც დაარტყა ჰიზბოლას ლიბანში 100-ზე მეტ ობიექტზე. რითაც მიანიშნა, რომ მზად არიან ომი გააფართონ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც გაამკაცრა თავისი რიტორიკა და ოშაბათს გააფრთხილა, რომ სამხედროები გააძლიერებენ დარტყმებს და ლიბანში თავიანთი კამპანიის ძალას გაზრდიან. მაგრამ აღნიშნა, რომ ამ თვის დასაწყისში ისრაელისა და ლიბანის დელეგაციებმა შეთანხმდნენ 45 დღით გაეხანგრძლივებინათ მყიფე ზავი, რომლის მონაწილეც ჰიზბოლა არ არის. და ამ შეთანხმების პირობების მიხედვით, რომელიც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით იქნა მიღწეული, ისრაელს ნებადართული აქვს ჩაატაროს თავდაცვითი ოპერაციები, რასაც ისრაელი აკეთებს კიდეც. ამიტომ როგორც ხედავთ, მოლაპარაკებები მართლაც რთულია და ჯერჯერობით არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ისინი მალე რომელიმე შედეგს გამოირებს. და თავად ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები კვლავ უტევს ირანს, მიუთითებს იმაზე, რომ დიპლომატია კოჩლობს. აქ წერტილს დაუსვამ, თქვენი აზრი, თქვენი დასმები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ ეს YouTube არხი, მოიწონეთ ვიდეო და დააჭირეთ ზარს, რომ არ გამოტოვოთ ახალი გამოშვებები. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას ფინანსურად შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, მულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. და კიდევ გადახედეთ აღწერას, იქ თქვენთვის პატარა სიურპრიზი მოქვს. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უცხოენების სწავლა სურს. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.